აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მათ შორის არის იურიდიული პირის შეპესე ტამჯეო, რომელიც ბათუმში მეექვსე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას და 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. შეპესე SWN 100 ნომრის ნაცვლად მშენებარე სასტუმროში 159 ნომერს განათავსებს. მთავრობის სხდომაზე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 40 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხიც განიხილეს. ბულვარში იყო გაკეთებული ესეთი წინა პროექტი, ანუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა საპრივატიზაციო და ესე ვთქვათ ხელშეკრულება იყო 40 სართულიანი თუ არანაკლებ 35 სართულიანი სასტუმრო აშენებულიყო, მაგრამ რეალობა წინაშე როცა დადგენ, აღმოჩნდა რომ 55 მეტრზე ზევით არ შეიძლება იქ ესე ვთქვათ აშენება, იმიტომ რომ აეროპორტი არის და იკაო სტანდარტების მიხედვით, სადაც აეროპორტთან ახლოს 55 მეტრზე ზევით მშენებლობა არ არის. ამიტომ ინვესტორმა ითხოვა რომ 45 მეტრამდე ესე ვთქვათ დაიწეს. დღევანდელ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თალამაიშვილმა 2013 წლის პროგრამებზე ისაუბრა. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებიც. დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამებს დავამტკიცებთ, რომელიც ფუნქციონირება დაიწყება და მთელი 2013 წლის განმავლობაში განხორციელდება, იყო ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ასევე არის განათლების სამინისტროს, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროგრამები, რომელიც დავამტკიცებთ. მთავრობის სხდომაზე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იოსებ სტურუამ განაცხადა, აღნიშნული დეპარტამენტის თანამდებობების დებულებაში ჩაიწერება დამატებითი ფუნქციები, რომელიც უზრუნველყოფს სარედაქციო თავისუფლებას. ჩემი აზრით ეს მიღწევა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩაეწერებათ დებულებაში ფუნქციები განისაზღვროთ, რომ უნდა უზრუნველყონ მოქმედი პროექტების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ, რაც აქამდე დებულებაში არ იყო. ბატონი სოსო მუშაობს საკითხებზე, იცით რომ ახალი ენერგიით, ახალი პროგრამებით მოვიდა, თავის პროგრამებით და შეხედულებებით. შესაბამისად, ის რაც ბატონი სოსო რაზეც მუშაობს, ჩვენს მიერ იქნება განხილული ერთად მთავრობის სხდომაზე და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მთავრობის წევრებმა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რეგიონის საგზაო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მშენებლობა რეაბილიტაციასა და მოვლა პატრონობაზე იმსჯელეს. ჟურნალისტებისთვის დახურულ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სულ 21 საკითხი იყო გატანილი.